სამშობლოზე გადავდივართ და რა მაგარი ცოტა ისეთი აი პროსტო რა ვიდეოები რაც გავუშვით რა ერთი ქალი არის და რა არის საერთოდ ქვეყნის ამ ვიდეოში იგრძნობა საერთოდ ადამიანს როგორ აქვს შიგნით სიყვარული რა სულიერება და ყველაფრისთვის აი ბედნიერებისკენ სწრაფვა და ქროლა რაც არ უნდა ხდებოდეს გარშემო რა თუ შეიძლება რა დღეს ღიმილით სიტყვას მაძლევ ხვალკი უცებს გაბარიყო ხვალკი უცებს გაბარიყო გული მარტი ხომ არ არის წვიმდეს უცებ გადაიღოს წვიმდეს უცებ გადაიღოს შენზე ფიქსი ბევრი ღამე თეთრად გამიტარებია თეთრად გამიტარებია ჩემი გული შენ მოგიკლავს სხვისი გაგიხარები აი ხო ყველაფერი ეტყობა ეხლა რა ამას რა აი აბსოლუტურად ორი სხვადასხვა საქართველო რა როგორ მინდა რომ აი ყოველთვის ძალიან ბევრჯერ დამიწერია კიდევაც პოსტი გია რომ როგორ მინდა რომ ადამიანები იმდენად ბედნიერები იყვნენ მართლა რომ ის ხისი ბედნიერება მართლა უხაროდ აი ეს როგორი კონდიციაა ხო ხდები წვიმის ქვეშაც გაცეკვებს საერთოდ ყველაფერს გაგაკეთები მართლა ბედნიერი ხარ ხისი სიხარული გიხარია რა აი ეგ არის რა სხვას რო რაღაცას ჩუქნი და იმას რო უხარია და ეს შენ რომ ყველაზე წარმატებას გიხარ ეგ ხო საერთოდ ეგ არის რა იმიტომ რომ ჩუქნი რომ პრეზენტს აკეთებ იმიტომ რომ იმას მაგრა გაუხარდება თან ისეთ რაღაცას პრეზენტს კი არ აკეთებ რომ შენ აღარ გინდა აი შენ რო კაკრას მაგრა გევასება და იმას რო ჩუქნი აი კიდე უფრო ორმაგად და სამაგად მაგარი რამეა ნეტა მიგვეღწიოს მართლა რომ ქართლის ბედნიერები აი ამიჩუქებია ეს ჩემი ძმაკაცებისთვის აი და როგორ მიხაროდა რომ ბედნიერებები რა რომ იმას ვაბედნიერებდი რა მახსოვს შენ ესეთი ადამიანი ხარ მახსოვს აი ეს ამბები რომ დაიწყო და 90-იანი წლები რაღაცა რო იყო ჩემი მანქანა მაშინდელი ნუ აუნა ყოლოდა ეხა 08 მოიმყავდა თუ რაღაცა და რაღაც ახალი მანქანას ვყიდულობდი თუ რაღაც აღარ მახსოვს და ეს მანქანა არც იცოდა რა დავურეკე ზაზა პაპუაშვილს გამოდი მეთქი ჩემთან მეთქი რაღაც საქმე მეთქი და გამოვიდე და მანქანის გასაღები პირველი წაიყვანე მეთქი წარმოვიდგენია აი როგორ მაგაზე მაგრამ მე გამიხარდა აი გეფიცები ყველაფერს თვითონ შოქში იქნებოდა თვითონ ნუ შოკი დღესაც შოქშია მიყვარდა ზაზუკა აი ისა ეხა შემდეგი ხო ეხა აი ხა რაზე მინდა ვილაპარაკო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა რა რუსულის არ ცოდნა საქართველოში რა. აუ ეს როგორი და ვინც აი ეს ითავეთ და ვინც ეს შეასრულეთ. აი პროსტო ყველა გასაყრელი ხართ რა ქვეყნიდან რა. ეს კაია ახალგაზრდებმა რომ ენა რუსული მეზობლისა და ტრისე და არიციან თუნდაც. და აი არ ვიცი რა. არ ვიცი ადამიანები იზრდა რა კაია ჩვენმა შვილებმა რუსული რო არიციან. ბოლო რას მოწყდები? აგერახ ვერ მოწყდები. გეოგრაფიულად ვერ წყდები და რანაირად მოწყდები? ვერც კულტურულად ვერ მოწყდები. ვერც კულტურულად და ვერანაირად ვერ მოწყდები. რა ჯერჯერობით რატო უნდა მოწყდე კულტურულად? რატო უნდა მოწყდე იმას, რა ქვია, დასტაევსკის და ტოლსტოის? რატო უნდა მოწყდე? არ ვიცი. აი და გავუშვით თუ შეიძლება ერთი ვიდეო გვაქვს ესეთი. ჩვენ კი ვცადეთ რომ ხუმრობაში გამოტარებინა ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არ არის სახუმარო თემა მართლა რა. გავუშვით თუ შეიძლება რა. ლაშაია ბიჭო. Гамарджова. Я не понимаю. Короче. Я не понимаю. Hello. Не понимаю, right? Не понимаю. Да, не понимаю. არ ვიცი. Привет. Привет. О, привет, как дела? Минуты, как минуты? Понимаю. Раут, хапиш расхате, მე ხმარ. არ ვიცი. მომისმინი, აგე. Короче, сейчас. Кофе хочешь? Кофе. Кофе понимаешь? Кофе. Выпей понимаешь? Пока фуем. Кайфуем. Сегодня мы с тобой кайфуем. А я опять тебя целую.
и забываю обо всем. Кайфуем, сегодня мы с тобой кайфуем, а я опять тебя целую и забываю обо всем. Кайфуем, тебя я сам себе ревную, да просто мы с тобой кайфуем, не вспоминая ни о чем. Бакаки წყალში გიგინებს. შას. შენ ტი მე კოფე ი ხრუბლუნ ხლუბ ადინუ ვეჩერ მე შენ სანთელი კრუ ტაკოი вот это шуаши и романтика люблю целую короче все რა უთხრა ბიჭო რა ცხა მითხრა Иди нахуй. ახლა უკრაინაში ომი არ იყოს შენი ხო, მაგრამ არ არის მართლა სასაცილო რა, გეფიცები ყველაფერს რა. აი მართლა არ არის არა სასაცილო. მოყვები და გეთახმები ხარ. ეს რა არის? აი რა არის ეს რა? აი როგორ დონეზე ჩაყარეს ბავშვი ახალგაზრდები და ბავშვები და ეხაც კიდე მაგას რო იმაშობია რა. სიბეცე კი არა, ბოროტება. ძლივს 200 წლის შემოვიდნენ რუსები და ძლივს რაღაცა იმის მერე რამდენმა კაცმა რუსეთში საქმე დაიწყო, ბიზნესი იქნება, ტრობა იქნება თუ რა ხო უნდა ელაპარაკო კაცო. აი ეს რა დღეში ჩაყარეს ახალგაზრდები რა. ნუ ეხა რაღაცა თაობა რა თქმა უნდა, მაგრამ და ყველაც არა ეხა ბევრმა იცის ეხა რუსული, მაგრამ აი ეხა რამდენი ენაც იცი, იმდენი კაცი ხარო ხო? არა, ნუ სამარცხვინო მიდგომები აქვთ, ახლა სამარცხვინო მიდგომებით ბრძოლობენ აი ეს ტიპები რა. რაც არიან ისე ბრძოლობენ რა. არა, თან ამას იცი გური განცხადებს ვინ აკეთებდა? გური ადამიანები აკეთებდნენ ისი ამას, რომ აი კიდე კაი ჩვენმა შვილებმა რუსული არ იციან და დაივიწყეს და რუსეთს უნდა მოუწყდეთ ერთხელ ეს ამუდაბოდა. იცი როგორი ტიპები აკეთებდნენ ესეთ განცხადებებს, რომ აი აზრი მოეკითხებათ, აღარ მინდა ხა პირდაპირ ეთერში დასახელება რა. აი გიждები просто რა. აი ის რო არის ხო იცი ბურვაკი კი არა 2 წლის დედაყორი იყო აი ვაში რო არის რა ძველმოდევილებში რო აი გოძიაშვილი რო უთარგმნის იმას რა მელანოს თუ ვიღაცას აი იმ სიტუაციაში აბრუნებენ ახალგაზრდებს რა. აი არ ვიცი კარგი რა მოკლედ საფიქრალი ამბავია ეს საფიქრალი თემა სერიოზული რა. კარგით, ეხლა პატარა ვიდეოს მივაგენი, ყველასთვის საყვარელი ადგილი ფუნიკული 2 რა, როგორი იყო მაშინ რა, ჩვენი დედების, მამების და მაგათ დროს რა. თუ შეიძლება გავუშვათ ძალიან ისეთი შტამპიშტოვი ვიდეო. წარმოიდგინეთ, 10 წლეულების წინ ფუნიკული 2 თბილისური ურთიერთობების ეპიცენტრი. ადგილი, სადაც ყოველი უცხოელი სტუმრის მოყვანა მის აღფრთოვანებას უდრიდა. სადაც პატივისცემის ნიშნად მეზობელ მაგიდასთან სასმელს აგზავნიდნენ. ხოლო სადღეგრძელოს შემდეგ სტუმრები ერთდროულად ამსხრობდნენ ჭიქებს, იმის ნიშნად რომ ამაზე უკეთესი აღარაფერი დაილეოდა. აქ დაპირისპირებული ბიჭები რიგდებოდნენ და მეგობრობას ქეიფით აგრძელებდნენ. სწორედ ამ კედლებში ხმაურიან სიცილსა და გულწრფელ ემოციებში იბადებოდა თბილისური მასპინძლობის ის ტრადიციები, რომლებმაც დროს გაუძლო. ფუნიკული 2, ქალაქის მთავარი სიმბოლო. აი რაღაცა ისეთი გახდეს მოგონებები, ხო ტკბილი მოგონებები, ცალკე რუბრიკა ჩავინიშნე. მოგონებანი გარდასრულდა. ტკბილი მოგონებები, ხო გვაქვს მარგალიტები, სამშობლო ტკბილი მოგონებები. ხო. კარგით, ეხლა ის მინდა რა ერთი პრიჯინაზე кейპი როგორია თუ შეიძლება. კაგარი ხალხია ქართველები, აი გავუშვით რა. Pricinaze vilozave predave Tavi პრიჯინაზე ლოთაობა რა არის? აი, მაგრები ვართ რა.
დავლე ტრიჟინაზე ვილოთავებ დღეს აღამე კარია ტერი ყავს და ლოთავობს ტერი ამ დროს ხდება ტერი ყავს და ლოთავობს არ უნდა იქით გახედო ზავაგარია ეხა მინდა ხო ბავშვები გადავდივართ ბავშვებზე რა სამშობლოში არის ეს ერთიანდება ეს ყველაფერი და ძალიან საყვარელი ესე ვთქვათ ძალიან საყვარელი ბავშვი მეცადინეობს და ინგლისურს ამეცადინებენ და არ უნდა ცუდად არის გავუშვით რა შეიძლება What? წაიკითხე. What? რა ჩანტავად შეიძლება ინგლისური ამერიკაში მივდივარ თუ სამ? რა ჩანტავაში მივდივარ ინგლისური? What? ხერი ბავშვია რა. ხა საბავშვო ბაღის სცენა რა. ძალიან მაგარი გოგოს რო ახევს. მაგარი სცენა. გოგო ეგრე. ქალის ხასიათი იქვე არის, იქვე ჩანს ყველაფერი. გავუშვით თუ შეიძლება რა. Если б я был султан, я б имел 3 жен, и тройной красотой был бы окружен. Ай, რა მაგარია, ბავშვები, რა მაგარია. ბავშვი ერონება არ ყველა ბავშვია რა, არ არსებობს. რუსი, ქართველი, უკრაინელი, ამერიკელი, ბავშვი ყველა არის ბავშვი რა. თვითონ ყველას როგორი და იესომაც იქ თქვა, რომ აი პირდაპირ ხსნილი აქვს თუ ამათ 60-ის კარია. ხო, იმიტომ რომ ანუ ყველაზე ნამდვილები არის ყველა მოძრაობაში, ყველა იმაში, ყველა სურვილში, ყველა მინდაში, ყველა არ მინდაში, ყველაფერში ნამდვილები არიან. აუ და მაგარი ვიდეო იყო რა. ეხა მოცეკვავე ბავშვი. ძალიან რო უხარია მოცეკვა კია. დაღლილი ბავშვის ცეკვა. შობლები რო გაძალები ხო ჩავაწახნა. ქართველი დაღლილი ბავშვის ცეკვა. აი შობლებს რო ძალიან უნდათ რომ იეროს ცეკვაზე და ამას რო არ უნდა და აი ცუდად არის. დაღლილია. დაღლილი ვარ, იცი დამადებეთ და დაღლილი ვარ, დავიღალები, პატარა ვარ, მაგრამ ვიღლები, მალე ვიღლები. გავუშვით რა. Happy birthday. Այնც რო აკეთებს. და რო აფთქნარებს საკარია. თამთქნარონე. და მაგარია.